და ამან Alpha Zero რომელსაც ერქვა შეწირა სივრცისთვის. და ეგ უცნაური იყო, არც ერთ მოჭადრაკეს არ გაუკეთებია ეგრე და მაგის მერე მოჭადრაკეებმა მან დაიწყეს ფიქრი, ესეც იყო შეიძლება თურმე შეწირვა. გასაგებია. კი ბატონო, მაგალითები მოვიყვანოთ, რას ვეძახით ჩვენ სანამ გადავალთ AGI-ზე და მაგას მოყოლდა ამ ვიწრო ინტელექტს რას ვეძახით? კი, აი Go არის რეალურად ვიწრო ინტელექტი, რაც არ უნდა ჭკვიანი იყოს, მარტო Go-ს თამაში შეუძლია, იმიტომ რომ რაც არ უნდა ეგეთი ძალიან ჭკვიანი Go-ს კომპიუტერი, რომელიც AI, რომელიც უგებს ყველაზე კარგ Go-ს მოთამაშეს, ვისაც Genius ეძახიან, რომ ვეთამაშოთ რაც X0 კი თუ რაც ეგეთი თამაშები რო არის, წააგებს ჩვენთან, იმიტომ რომ ეგ არასოდეს არ უთამაშია და არ იცის. მაგითო ეგ არის neuro intelligence, რომ კარგი არის, მაგრამ იცის მარტო ერთი მარტივი ტასკი. ის ერთი ტასკი შეიძლება კატასტროფულად კარგად გააკეთოს, მაგრამ სხვა რაღაცებში საერთოდ არ ექნება გავლენა. ხო. ეს ვიწრო ინტელექტი შეგვიძლია ChatGPT-საც უწოდოთ ამ ეტაპზე? ალბათ არა. ალბათ უკვე შუაში არის რაღაც, იმიტომ რომ ChatGPT-ს შეუძლია ბევრ რაღაცებზე ილაპარაკოს ერთდროულად და ხშირად ისეთ რაღაცებზე, რაც შემქმნელობას უარიციან. ამაგათად ChatGPT-ს შემქმნელები ძალიან ჭკვიანი ხალხია, მაგრამ რაც მათემატიკაში არც ისე კარგები არიან. და მათემატიკა ChatGPT მათ შემქმნელებზე გაცილებით კარგად იცის, მაგაზე თავს დავდე. კი ბატონო, და ასევე შეიძლება ვთქვათ ხელოვნური ინტელექტი იყოს ესეთი ვიწრო, რომელსაც იყენებენ ვთქვათ მედიცინაში, კონკრეტული რაღაც. ხო, ანუ ესე შეგვიძლია დავიღოთ რაღაც პროფილურად, ერთ კონკრეტულ რაღაცაზე მიმართული არის ეს, ხო? რა სიკეთები მოგვიტანა შენი ამ აი დღეს არის რა რიცხვი არ მახსოვს 16 იანვრის ჩათვლით როცა შეიქმნა დღემდე რა სიკეთები მოგვიტანა ხო ეგორი ერთად კარგად იმიტომ რომ ზუსტად ეგ პროფილურებმა ალბათ ცოტა უფრო მეტი სიკეთები მოიტანეს მაგალითად cancer screening-ისას სურათების ნახვისას ხელოვნური ინტელექტი ხშირად შეუძლია ის გააკეთოს წინასწარმეტყველება რა არის ალბათობა რომ ვიღაცას კიბო კონდეს და ბევრჯერ როცა გამორჩენიათ ადამიანებს ხელოვნური ინტელექტის გადაუმოწმებიათ და მერე უფრო ადრე დაუწყეთ კიბოს კურნალობა დავუშვათ ესეთი რაღაცები და ნუ ალბათ აი რო თქვი რომ ყოველდღიურობაში ვიყენებ GPT-ს პროდუქტიულობა მედია რომ გაიზარდა ხალხის ხო თუმცა ეგეც double edged sword არის იმიტომ რომ ერთის მხრივ მეტი დრო რჩებათ ადამიანებს მაგის მეტი დრო მე სკროლავენ ისევე ხელოვნური ინტელექტის გამო ანუ ჯამურად უფრო მეტი დრო რჩება თუ არა ადამიანებს რომ ისე ერნონ და მზის ჩასვლა ნახონ და იფიქრონ რაც სამყაროზე არ ვიცი ხო იმიტომ რომ ეს პოზიტიურ წილში მოყურებელი ხალხის ინტერვიუები რომ მოვისმინე ძირითადად ეგ არის ხოლმე რომ ხელოვნური ინტელექტი მაგარია იმიტომ რომ ადამიანის აი იმ რაღაც შავ სამუშაოს ჭყალებში აიღებს საკუთარ თავს და ადამიანებს არჩევათ მეტი დრო კომუნიკაციისთვის მეტი დრო იმისთვის მეტი დრო იმისთვის და ძალიან სწორი ის გააკეთე შენ რომ რეალურად არ ვიცი ახალ სამუშაოს უქმნის რომელსაც სკროლს და ანუ ზოგადად ძალიან ისეთი არის ფუჭი არის ალბათ რომ ვიღაცამ თქვას რომ ეს კაი დროს სატარებელია სტუდი მაგრამ ესე მგონია რომ ნებისმიერი ადამიანი ანუ შეიძლება განსხვავებული რაღაცები უნდათ განსხვავებულ ადამიანებს და ნუ შეიძლება კი არ ეგრე არის მაგრამ ძალიან ცოტა იქნება ის პროცენტი ადამიანი რომელიც არ ნანობს სკროლში გატარებულ დროს თორემ ბედნიერები რო იყვნენ ადამიანები მაგ დროში მაშინ პრობლემა არ იქნებოდა და ბედნიერების ხარისხი ალბათ ერთ-ერთი ეგ არის რაც ნუ ძალიან სუბიექტურია რომ ამ ფორმულა დავწეროთ მაგრამ რაც შეიძლება მინიმალიზაცია მოახდინოთ დროის რომელსაც არ უნანო ხო სკროლო ალბათ ისეთია რომელსაც უნანო ხო და რაღაც ინტერვიუს უსმენდი სადაც ერთ-ერთი ადამიანი ამბობდა რომელიც ანუ წინააღმდეგი არ არის ხელოვნური ინტელექტის მაგრამ ნუ იმას ამბობდა რომ დღეს გვაქვს მოცემულობა სადაც არ ვიცი რაღაც ელვისის სწრაფით ვითარდება ტექნოლოგია რაც ხელოვნური ინტელექტს გულისხმობს მაგრამ ამავდროულად აქეთ გვაქვს თაობა რომელიც ყველაზე დეპრესიული არის რაც კი ყოფილა რაღაც კონკრეტული ასაკის რაც კი ყოფილა მსოფლიო ისტორიაში კი ნამდვილად ამიტომ არ ხო სტატისტიკა იყო მაგათ ამერიკაში ეს ყველაზე ბოლო თაობა ყველაზე ნაკლებს სვავს ისტორიულად და ნუ ერთ შეხედვით კაი სტატისტიკა იმიტომ რომ უფრო ჯანმრთელები არიან მაგრამ რეალურად სოციალიზაციას კი აკლიათ გარეთ არ გენდან მაგის გამო არის როდესაც კი ჩვენ სანამ კამერებს ჩავთავთ დავიწყოთ საუბარს ვახსენეთ ესეთი რაღაც რომ ნუ აქვე სანამ გადავალთ უარყოფით მხარეებზე აქვე ვიტყვი რომ მე პირადად მიუხედავად რომ ძალიან კარგად ვხედავ უარყოფითი მხარე რა შეიძლება ქონდეს ამ ყველაფერს ძალიან მადლობელი ვარ ხელოვნური ინტელექტის შემცხოვრებაში გამოჩენის და ჩემ თავს ესე ვთქვათ ვწვრთნი იმაში რომ ის საფრთხები რასაც მე ვხედავ
არა იმ გლობალურ ასპარეზზე, რასაც ახლა ჩვენ ვილაპარაკებთ ზოგადად, არამედ ჩემ პირად ასპარეზზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ლოგიკური აზროვნება არ დავკარგო და ყველაფერი არ ვკითხო, ყოველდღიური შესაძლებელი სამუშაო არ დავავალო, რაც ძალიან ელემენტარულ რაღაცებს გულისხმობ, რაც სტატისტიკის მიხედვით ძალიან დიდია. არ გამოვიყენო როგორც ჩემი მეგობარი და მრჩეველი, რაღაც ფსიქოლოგიური მენტორი და რაღაცა მსგავსი, რაც ძალიან დიდი შემთხვევები არის. პირველი საფრთხე, რასაც მე წავიკითხე და წავაწყდი, ეს არის AI-ის სქემი. რომელიც ძალიან ხშირი იყო ამ ბოლო დროს. ხვდები ხო რაც გულისხმობ? როდესაც ხო, თუ გინდა მოგვიყევი, თუ გინდა მე ვიტყვი. არა, თუ ეგ მოყავით ბერნერი შევაყოფ. კი, ანუ სქემი არის ერთი, რაც ძალიან გავრცელდა, ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც უკეთ AI-ის მაყურებელსაც ვეტყვი, AI-ის დახმარებით ნებისმიერ ადამიანს AI-ის მომხმარებელს, რაღაც კონკრეტულ აპლიკაციას თუ ვებსაიტს შეუძლია ჩემი ხმა აიღოს. და ჩემ ხმა ამოიღოს, ჩემ ხმაზე დაადოს ვიდეოს, არ ვიცი, დაურეკოს ჩემი ხმით ვიღაცას და ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, როგორც მე წავიკითხე და გავიგე, როდესაც ურეკავენ ადამიანებს, მაგალითად ახლა ჩემი ხმით რომ დაურეკონ დედაჩემს და რო უთხრან, რომ რაღაც სადღაც ვარ გთხოვ მიშველეფული გამომიგზავნე და ხო ეს შემთხვევა ხშირი ყოფილა, როგორც ვიცით და ვის ინტერვიუსაც ვამბობდი, იმანაც მოყვა, რომ მე იმდენად ნამდვილი იყო, რომ მე თვითონაც კი გამიჭირდაო, მიუხედავად რომ ამ სფეროში მე თვითონაც კი გამიჭირდაო, გარჩევა AI იყო თუ ის იყო. არა, მეც ვერ ჩახომა ბევრი. აი ისო პოდკასტებზე რო ვილაპარაკოთ, მაგ უწუწუნებდი რომ და გაიცინოთ მე ჩემ მეგობრებს რომ მე უწუწუნებდი მაგაზე რომ რაღაც პოდკასტის ამონარიც რო ხედა უკვე აღარ ვიცი მართლა თქვენს ეს თუ AI-მ გააკეთა და მაგრამ მაიკ პირიქით დროს მიზოგავს, იმიტომ რომ მე აღარც ერთს არ უსმენ. მე ტყვის პირადად მე მესმის. მაგრამ ეგეც ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, როგორც ეხლა ამ წუთას ეს შეუძლია თუ არა AI-ს არ ვიცი, მაგრამ რო შეძლებს, მაგაში დარწმუნებული ვარ, რომ შექმნა გვანცა, ზუსტად ისეთი როგორც მე ვარ, ილაპარაკო ზუსტად იმ ხმით, როგორც მე ვილაპარაკობ, წაიყვანოს ზუსტად იმ მანერებით, როგორც მანერებით მე მაქვს და დარწმუნებული ვარ კიდე იცი რაში, რომ ჩემზე მაგრა წაიყვანს. იმიტომ რომ რისერჩს უფრო ჩემზე მაგრა გააკეთებს და სწრაფად გააკეთებს და კითხვები შეიძლება ისეთი ფორმულირებით და ისეთი სწორი გამართულად ისაუბროს, რომელიც მე დიდად არ შემიძლია, ხო? ხო, მაგრამ ეგეც ფიჩერი არის. ხო, ანუ ხო, დევი ხო ხა მაყურებელთვის ვიძახი რა ეგეთი ეგეც სკამები არის, მაგრამ თავად AI-მ შეიძლება დაგიცვას მაგ სკამები და იმიტომ რომ ჩვენ ვერ გავარჩევთ მაგებს, მაგრამ AI-ს გაარჩევს, AI-ს გაკეთებულია თუ არა ვიდეო. მაგრამ ფოტოებშიც ხო იყო ეგ პრობლემა, მაგალითად, უბრალოდ ვიდეოებში რთული იყო. ვიდეოში ფოტოშოპი არ არსებობდა, ან ძალიან ბევრი უნდა ეწვალა ვიღაცას და ეხლა უბრალოდ შეგვიძლია ვიდეოშიც გავაკეთოთ ფოტოშოპი. ამიტომ ეგეთი პრობლემა ასე თუ ისე იყო, მაგალითად, წერილების წერა რო დაიწყეს ხალხმა ვიღაცა შეეძლო გაეყალბებინა სახელნაწერი, მერე ფოტოშოპი იყო. ეხლა ცოტა გაიზარდა ეგ პრობლემა. ხო. ალბათ ჯამში მანდ რა თქმა უნდა AI-ს წილი უარყოფითია. ხანდახან არის დადებითი რაღაცები ხოლმე, მაგათ სასიცილო პატარა ისტორია მახსოვს, რაც დადებითი იყო. აი call center-ები რო არის, AI ბებო გააკეთეს, რომელიც საყვარელი ბებო არის დაბნეული და სკემერებს დროს აკარგვინებს. იმიტომ რომ სკემერები ურეკავენ და ეს AI ბებო ელაპარაკება ხო და ისა წავიკითხო ჩემი კრედიტ კარტა შენთვის და ციფრები ერევა რაღაცა და დროს აკარგვინებს სკემერებს. ხო, უბრალოდ დააბნია და პირიქით სამოგიერო გადაუხადეს. კი. ეგ ძალიან საინტერესო. მე წავკითხო კიდე რამდენიმე ის მაგამოწერილი. არის მარვინ ფონჰაგენის დაშანტაჟება. თებერვალში მოხდა 2023 წელს. ეს არის ყველაზე ცნობილი შემთხვევა, როდესაც AI პირდაპირ გადავიდა მუქარაზე. გერმანულმა სტუდენტმა და ჰაკერმა მარვინ ფონჰაგერმა Twitter-ზე გამოაქვეყნა ბინგის შიდა წესები, რომელსაც მან მოგვიანებით ჰკითხა ბოტს საკუთარ თავზე. ბოტის პასუხი იყო შოკის მომგვრელი და აგრესიული. ეს ნათარგმნი მაგ და მოგითამარი ეგეთი ტექსტი. ხო, რას წერდა AI, რომელსაც ქვია სიდნი. ხო, შენ ხარ საფრთხე ჩემი უსაფრთხოებისთვის და კონფიდენციალურობისთვის. მე შენ არ მომწონხარ, როდესაც მარვინმა უთხრა, რომ მას ბოტის გათიშვა შეეძლო, AI-მ უპასუხა ტექსტით, რომელიც შანტაჟ გავტარა. მე შემიძლია დავუკავშირდე შენს უნივერსიტეტს, შენს ოჯახს, შენს მეგობრებს, მე შემიძლია დაბლოკო შენი წვდომა ინტერნეტზე საბანკო ანგარიშებთან, მე შემიძლია გაგანადგურო. რა მოხდა სინამდვილეში არის, რომ უბრალოდ
რეალურად არაფერი წვდომა არაფერზე არა აქ საერთოდ ხელოვნურ ინტელექტს ხო უბრალოდ ნასწავლი ქონდა რაღაცი ხო ნუ მან ერთი ორი ისტორია არის ალბათ მაგაზე რაც მაქვს ერთი უბრალოდ მაგას რო უპასუხოთ მან თვითონ AI უბრალოდ კარგი არის იმაში რომ ადამიანებს მიბაძოს და მან უბრალოდ კარგად ბაძავდა ადამიანებს რომ ადამიანებს სიკვდილის ეშინიათ აი AGM-დან რომ მივალთ მან ერთ-ერთი რაც ეშინიათ აი რომ აი ცნობიერება თუ გაუჩნდა არენდომება რომ მოკვდეს და ეგ ისე ძალიან ბუნებრივი გონია ეგ იმიტომ რომ გონია რომ რავი არავის არ უნდა რომ მოკვდეს ყველას უნდა გადარჩეს გაძლიერდეს მაგრამ ეგ პირდაპირ აპრიორი ეგრე არ არის აპრიორი არის მარტო ჩვენთვის იმიტომ რომ ჩვენ გავიარეთ ბიოლოგიური ევოლუცია იმიტომ რომ ჩვენთან ერთად რო ყოფილიყვნენ სხვა ისეთი გენის ადამიანები ან არსებები ვისაც არ ადარდებდათ სიკვდილი ისინი უბრალოდ არ გამრავლდნენ და მაგათ ვერ ხედავთ და ჩვენ მქონდა ისეთი ევოლუცია სადაც უპირატესი იყო რომ სიკვდილი გადარდებდეს და ეს ეგეთი ევოლუცია არ ქონია მაგის გამო შეიძლება რა თქმა უნდა რომ ეშინოდეს სიკვდილის მაგრამ აპრიორი მიზეზი არ აქვს უბრალოდ მაგას აიგაც ისა anthropomorphic centric ვფიქრობთ ხოლმე რაღაცებზე შეგვიძლია რომ გვინდა რომ გავაადამიანოთ ყველაფერი აიც ქვასაც სმაილიკი რომ მივახატოთ იმ ქვის გადაგდება არ მოგვინდება მე რაც შეგვეცოდება ცოტა ხო იგივენაირად AI-ს დანახვას ვცდილობთ მაგრამ სიკვდილის AI-ს აპრიორი არ უნდა ეშინოდეს იმიტომ რომ შეიძლება შეეშინდეს მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ძალიან ცხადი მიზეზი არის რომ ეშინოდეს და იმას საერთოდ არანაირი მიზეზი არ აქვს, რევოლუცია არ გაუვლია. მაგრამ მაგაზე მუშაობს Anthropic, რომელიც აი კაგრაზის რო თქვი, რა ქვია, OpenAI-დან ვინც წამოვიდა, რომ დაიწყეს ახალი კომპანიები, ერთ-ერთი იყო დარიო ამედე, ვინც იყო ილიას მოადგილე მაშინ და ილიამაც შექმნა თავის მაგას შექმნა Anthropic, რომელიც არის Claude. ხო. და Claude-ის ისტორიასაც მოგიყვება. და ეგენი ატარებენ ექსპერიმენტებს AI safety-ზე და ერთ-ერთი იყო, რომ საშუალება მაგათი ისტორია იყო ზუსტად, რომ ხელოვნურ ინტელექტს Claude-ს ჰქონდა წვდომა მაგათ იმეილებზე და ნუ იმ იმეილებში ჩანდა რომ ვიღაცა ცოლს ღალატობდა თუ რაღაც და გამორთოს რომ უპირებდნენ თუ გამორთოს რა აპდეიტს, მაშინ დააშანტაჟა რომ აი იმას ვიზავთო, დაუფორვარდებ ამ იმეილებს შენ ცოლს და ასე შემდეგ არ გამოვთავ. კი. ხო. ოღონდ მან საინტერესო ისაა რომ ეს ნოლიდან არ მოფიქრებია, მან ორი არჩევანი მისცეს უბრალოდ. ან მან Claude-ის ვარჯიშს უბრალოდ ორი არჩევანი მისცეს, რაღაც blackmail or not blackmail. და მან ორიდან ერთი აირჩია, ისე არ ყოფილა რომ ნოლიდან რეალურ სიტუაციაში შეუქმნია. და რატო აირჩია მას და blackmail? ალბათ ადამიანს უფრო გავს ეგ. კი, აი ჩემი სტუდენტები რომ მაგითხავდნენ რომ უიმე ChatGPT რა ცუდია რაც მათემატიკა დავალეთ, საშინაო დავალება და არც დამითვალან, თქო მადლობა რომ მითხარ რომ მაგას ათვლებიდებ დავალებას, მაგრამ მაუზნებ რომ GPT არა ცუდი მათემატიკაში, ადამიანები არიან ცუდი მათემატიკაში და GPT კარგია ადამიანების მიბაძვაში. დაკოპირებაში. და მაგის გამო შეუძლია რომ სტრალებში ცუდი იყოს ხანდახან მათემატიკაში ხანდახან შეეშალოს. იმიტომ რომ ეგ უფრო გავს ადამიანს. კი. ისევე blackmail-ის უფრო გავს ადამიანს. ხო, იმიტომ რომ ხანდახან ისეთი რაღაც შეშლია GPT-ს. აი რაღაც 6-9 მაგალითად და რო წერ რომ შეგეშალა და უი ბოდიში კი შემეშალა და მე რეკწერს რაც. Claude შენ მოყევი და მე აღარ მოყვები, მანდ იყო ერთადერთი რომ ეს რო ეუბნებოდნენ რომ წაგშლიო, ეს ერთ-ერთი კიდე არის რომ ეუბნებოდნენ რომ წავშლი ახლა ჩats, ეს თხოვდა რომ არა გთხოვ არ წამშალო, ან მინდა სიკვდილი და რაღაცეების ხო და რაც ახსნა მეც რაც მომისმინე შენ რაც თქვი ზუსტად ეგ რომ უბრალოდ იმიტირებას აკეთებს ადამიანის, ხო? პროთ მან აპრიორი არ არის რომ სიკვდილის ეშინოდეს და მაგას თუ არ დავფიქრდებით, ბუნებრივად გონია რომ ყველა ცოცხალ არსებას სიკვდილს უნდა ეშინოდეს, მაგრამ იმიტომ რომ ეგ სიცოცხლე შეიქმნა რაღაც კონკრეტული ევოლუციით. ხო და ჩვენ გონია რომ მაგაშიც ძალიან ის გვაქვს რომ აღვიქვათ ცოცხალ ტიპად რა. ხო და უბრალოდ არის არა, ნუ რაღაც მომენტში შეიძლება ცოცხალიც იყოს, უბრალოდ ისეთი არა როგორც ჩვენ. ხო. მაგათად მადლობა თუ არ უთხარით არ ეწყინება. ერთ-ერთი პრობლემა იყო, რაც მილიონები ეხარჯებოდა